რას მოიცავს მაუწყებლობის კანონი, რას ისახავს იგი მიზნად და რა არის თუ არა იგი სადამსჯელო მექანიზმი. თემაზე სტუმართან ჟურნალისტ და ინფოიმერეთის დამფუძნებელთან ერთად საუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი, მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობის თამუნა, ძალიან დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის. ესე იგი, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ მაუწყებლობის რეგულირების კანონი იქნა მიღებული და მე მინდა გკითხოთ, თქვენ ცდილობს თუ არა ქართული ოცნება რუსული პრაქტიკის გადმოტანას საქართველოში, მის დანერგვას და არის თუ არა ამ კანონის მიღება სადამსჯელო მექანიზმი? ის რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხდება, ეს არის რა თქმა უნდა რუსული მეთოდები. ასე ხდება რუსეთში, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე კრიტიკულ ჟურნალისტებს ხელბორკილებს ადებენ და ასე მოხდა ჩვენთან, როდესაც ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ხელბორკილები დაადეს ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ასე ხდება რუსეთში, როდესაც განსხვავებული და კრიტიკული განწყობების მქონე რედაქციებს ხურავენ და ხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ერთმანეთის მიყოლებით უკვე იხურება სამწუხაროდ კრიტიკული რედაქციები და შეიძლება ითქვას, რომ სრული პარალელი შეგვიძლია გავავლოთ რუსეთში არსებულ დიქტატურასთან. ჩვენ ხშირად ბედიის წარმომადგენლები, მესამე სექტორის წევრები და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე ადამიანები ვხუბობდით, რომ მივექანებით რუსეთში და ეხლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გავასწარეთ რუსეთსაც, იმიტომ რომ ყოველდღიურად გაბრაზებასაც ვერ ვასწრებთ, იმდენად ყოველდღე ახალი და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგებით ის ადამიანები, რომლებსაც გვინდა თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება. კი ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ ამ კანონის შემოღების მიზანი რა არის? კრიტიკული აზრის საბოლოოდ ჩახშობა? ბუნებრივია ეს კანონი ფაქტობრივად დახურავს ყველა მედიას საშუალებას, იმიტომ რომ ცენტრალურსაც, რეგიონალურსაც, კრიტიკულს, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურს. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის თავისუფალი მედია. ანუ მედია, რომელიც არ ასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს, მედია, რომელიც არ არის პროპაგანდისტული ქართული ოცნების მიმართ, ის მედია მისთვის არის მიუღებელი. მათ შემოიღეს სხვადასხვა კანონები, მათ შორის რუსული კანონი, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ იყო, გამჭვირვალობა დაარქვა ქართულმა ოცნებამ, თუმცა ამ კანონმა ვერ იმუშავა. ჩვენ ვიცით, რომ მესამე სექტორის მხოლოდ თუ არ ვცდები 3% დარეგისტრირდა და მედიაც ამას არ აღიარებდა. შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო და უფრო მეტ მარწუხებს შემოვექციეთ მედიის წარმომადგენლები, იღებენ ფარას, ასევე იღებენ სხვადასხვა მაუწყებლის შესახებ. ამ კანონზე ამბობენ, რომ ეს არის ბრიტანული კანონი. ბრიტანული კანონი, კი ბატონო, ამბობენ და გვეუბნებიან, რომ წაიკითხეთ, პარალელები გაავლეთ ბრიტანულ კანონთან და ბრიტანულ კანონმდებლობასთან თქვენ კითხვები გაქვთ, მაგრამ ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში არ იმუშავებს. ეს კანონი ნიშნავს იმას, რომ აღარ იარსებებს თავისუფალი დემოკრატიული მედია, აღარ იარსებებს არც რეგიონული მაუწყებელი და არც ცენტრალური ტელევიზია და მე მინდა ვიმართო საზოგადოებას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ, ეს ეხება მხოლოდ თამუნა გვილავას, ეს ეხება ირაკლი ვაჩიბერაძეს, ეს ეხება ნოდარ მელაძეს, თათი ახვლედიანს, ნანა თოშუას თუ ასე შემდეგ. ეს გეხებათ თქვენ, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ მედიის წარმომადგენლებს გვიკავშირდებით და გვეუბნებით, რომ ჩემთან არის სკვერი გასათიბი, გთხოვთ გააშუქოთ ეს თემა და ჩვენ ვაშუქებთ ამ თემას და მართლაც მიდიან და ასუფთავებენ სკვერს. ჩვენს ქუჩაზე არ არის გზა დაგებული. მიდის მედიის წარმომადგენლები აშუქებს ამ თემას და შემდეგ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენთან ნარჩენების გატანა არ მოხდა და როგორც კი რეგიონული მედია ამას გააშუქებს, ხდება ნარჩენების გატანა. კი ბატონო, არა მარტო ამაზეა საუბარი, როდესაც რაღაც გარკვეულ სამართალს ვერ ვიპოვებენ ადამიანები, მიმართავენ ხოლმე მედია საშუალებას. გავაშუქებთ თქვენს პრობლემებს. რითაც ბუნებრივია დაზარალდებით თქვენ, რა თქმა უნდა, საზოგადოება. და მედიის გარდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, საზოგადოებაც დაზარალდება, იმიტომ რომ სულ მალე ალბათ ქვეყანაში რეალურად რა ხდება ამ ინფორმაციას ხალხი ვერავისგან ვერ მიიღებს. დიახ, ეს იქნება ალტერნატიული ქვეყანა შეიქმნება, მათ მიაწოდებენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ როგორ გაიხსნა მაგალითად რომელიმე მუნიციპალიტეტში დაფნის ქარხანა, როგორ მიუტანეს 100 წლის მოხუც ყვავილები,
ამაში ბუნებრივია ცუდი არაფერი არ არის, ამას ჩვენც რეგიონული მედიის წარმომადგენლები ვაშუქებთ, თუმცა ისინი ვერ მოისმენენ განსხვავებულ აზრს, თუ რა პრობლემების წინაშე ვართ, თუ როგორ შემცირდა ქვეყნის მოსახლეობა, თუ როგორ ხდება მასობრივი გადინება ადამიანების ემიგრაციაში, თუ როგორ ხდება პრემია დანამატების გაცემა მხოლოდ საჯარო მოხელეებზე, თუ როგორ რეკორდულად არის გაზრდილი სარესტორნო ხარჯები იმ დროს, როდესაც ადამიანები უბრალოდ შიმშილობენ და იძულებულები არიან ქვეყანა დატოვონ, ამ ფონზე მუნიციპალიტეტებში რეკორდულად არის გაზრდილი სარესტორნო ხარჯები. ასევე ჩვენ ვეღარ გავაშუქებთ და ვეღარ გაიგებს აუდიტორია იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელეები საწვავს ხარჯავენ საკუთარი ნება-შეხედულებით, მათი შვილები დაყავთ საჯარო სკოლებში, მათი მეუღლები დადიან რესტორნებში, იმ ავტომობილებით, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ის საწვავი, რომელიც არის ხალხის ფულით შეძენილი. თუმცა ამ პრობლემას ბუნებრივია ვეღარ გავაშუქებთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სურათი არის დრამატული. იწყება თუ არა რეპრესიული შეზღუდვები, თქვენ როგორ შეფასებას მისცემთ? ბუნებრივია, რეპრესიები უკვე დაწყებული არის. დაწყებული არის იმით, რაც იყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ მასობრივად გაყავდა არჩევნები და ჩვენ მედიის წარმომადგენლება უამრავი მსგავსი ფაქტი გადავიღოთ, როდესაც დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, როდესაც დარღვეული იყო ამომრჩევლის ნების თავისუფლება, მიყავდათ იძულებით ადამიანები, მიყავდათ ნარკოდამოკიდებული პირები. მე ამ ადამიანების დისკრედიტაციას კი არ ვახდენ, უბრალოდ ვამბობ, რომ ესენი არიან ბმაში ხელისუფლებასთან, ამ ტიპის ადამიანები, ამ თემის წარმომადგენლები ხელისუფლებას ყავს დაშანტაჟებული და ეუბნება, რომ თუ არ იქნებით ჩემი მოკავშირე, შენ დება ციხე. თუ არ იქნები ჩემი მოკავშირე, მოვა ნაციონალური მოძრაობა და დაგემუქრება ცოცხლით. ანუ მითებიც არის შექმნილი, არის რაღაცები, რაც სიმართლეც იყო სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროს და ამ ყველაფრით კვებავენ ისინი საზოგადოებას. ასევე ძალიან კარგად იმუშავა ბჭყალებში ომის თემამ, მშვიდობის თემამ, ასევე იმუშავა გარყვნილების პროპაგანდამ, ასევე იმუშავა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა დაკარგავს ეროვნულობას, თუ ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანას დაებუქრება სხვადასხვა ტიპის საფრთხეები, ასევე ჩვენი ამბობს ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ჩვენი დამსახურება არის, რომ საქართველოში დედების უმრავლესობას შავი არ აცვია, ჩვენ აგაცილებთ თავს ომი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მოწყვლადი ჯგუფები ამით იკვებებიან, რადგან სახელისუფლებო არხები ჩვენს ქვეყანაში არის რეიტინგული ყურებადი, იმიტომ რომ მათ მეგაშოუებიც აქვს და ადამიანი, რომელიც გადართავს რაღაც გასართობ გადაცემაზე, შემდეგ ავტომატურად უყურებს საინფორმაციო გამოშვებას, რომლითაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მათი ტვინები ირეცხება. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როგორ შეიძლება დღეს ადამიანმა დაიჯეროს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერდება, რომ ემიგრანტები ბრუნდებიან სამშობლოში და აქ რომ დასაქმების პრობლემა არ არის. ჩვენ ხო ვიცით, რომ არის დასაქმების პრობლემა. როგორ შეიძლება ემიგრანტს ჰქონდეს აქ დასაქმების საშუალება და მას ურჩევნოდეს მისი ოჯახიდან იყოს რამდენიმე ასეული კილომეტრით მოშორებული და შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ისინი ესაუბრებოდნენ მესენჯერის საშუალებით. კი ბატონო. როგორ ფიქრობთ ირაკლი თქვენ, რომ აი ამ კანონის მიღების შემდეგ მოუწევს თუ არა მედიას თვითგადარჩენაზე ზრუნვა? ვინაიდან და რადგანაც ეს კანონი კრძალავს უცხოური გრანტების და დაფინანსების მიღებას. ანუ ამ კანონის ძალაში შესვლიდან უკვე იწყება მედიის თვითგადარჩენაც? მაყურებელს რომ უთხრათ, რეგიონული მედია ძირითადად იყო ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებას. ეს ნიშნავდა იმას, რომ ევროპა და ამერიკა ამბობდა, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანაში მედიის გაძლიერება. შესაბამისად, ძირითად შემთხვევაში ადგილობრივი მედია იღებდა დაფინანსებას სხვადასხვა თემების გაშუქების და პრობლემების იდენტიფიცირებისათვის. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი რეგიონულ მედიაში თანხას ნაკლებად დებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბიზნესი ხელისუფლებასთან არის გარიგებაში და მათ კრიტიკულ მედიასთან უბრალოდ ეშინიათ რეკლამის მოტანა. შესაბამისად, ჩვენ ძირითად შემთხვევაში დამოკიდებული ვიყავით ევროპულ და ამერიკულ დაფინანსებაზე. როდესაც უკვე შემოსული არის ეს კანონი, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება უცხოეთიდან თანხის მიღება, რაც ნიშნავს იმას, რომ მედია ამ ეტაპზე გადასული ვართ თვით გადარჩენაზე, თვით გამორგ
მიღკვევაზე, თუ როგორ მოვიქცეთ, თუ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ საქმიანობა, თუმცა ვიცით ისიც, რომ მაქსიმალურად შემცირებული არის დაფინანსება, შესაბამისად მთავარი საზრუნავი და მთავარი საფიქრალი არის ის, რომ როგორ შევინარჩუნოთ რედაქციები, როგორ შევინარჩუნოთ ტელევიზიები, თუმცა ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. სამწუხაროდ თუ ამ სურათიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ალბათ ძალიან მალე ობიექტური მედია აღარ იარსებებს საქართველოში. კი, სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე ვიქნებით და კიდევ ერთხელ გამიმეორდები, ამით დაზარალდება ბუნებრივია საზოგადოება, იმიტომ რომ რამდენიმე კვირის წინ მოგეხსენებათ ძლიერი თოვლი იყო და ჩვენ გვიკავშირდებოდნენ ადამიანები, გთხოვდნენ თემის გაშუქებას, პრობლემის აქტუალიზებას, გვიკავშირდებოდნენ სოფლებიდან, მათ შორის ქუთაისიდანაც და როგორც კი მათ თემებს ვაშუქებდით, მაშინვე გამოჩნდებოდა საშუალება, რომ ძიმე ტექნიკა შესულიყო აღნიშნულ დასახლებაში, მაშინვე გამოჩნდებოდა საშუალება, რომ უშუქო სოფლისთვის აღედგინათ ელექტროენერგია, ეს რა თქმა უნდა მედიის დამსახურება იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი და არ დავიღლები ამის თქმით, რომ თუ აღარ იარსებობს ობიექტური მედია, თუ აღარ იარსებობს კრიტიკული მედია, ბუნებრივია ვეღარ გაშუქდება ეს თემები და რა თქმა უნდა დაზარალდება ამით ბუნებრივია საზოგადოება. უფრო დიდი ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდებით, მე მგონი, იმიტომ რომ მაუწყებლობის გარდა ქართულმა ოცნებამ დაანონსა, რომ სოციალურ ქსელშიც ონლაინ მედიას შეზღუდვებს და უწესებს. კი, დღეს ესეც მოვისმინეთ. ყოველდღე ვფიქრობთ, რომ რით შეიძლება გავოცდეთ და დღეს ეს იყო მორიგი გაოცების ჯერი ამ თემით დადგა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სოციალურ ქსელში ყავს ბევრი გამომწერი, უკვე ის სტატუსაც ვეღარ დაწერს. შეიძლება ვეღარ დაწეროს, რომ დღეს ვიკრიბებით მაგალითად რუსთაველის გამზირზე თბილისში ან ქუთაისში. შეიძლება ვეღარ თქვას, რომ ამის ატანა უკვე შეუძლებელია გამოდით ქუჩაში. ან ნებისმიერ, ან შეიძლება თქვას, რომ ჩემ ქუჩაზე როდის შეიძლება გზის დაგება მოხდეს. ესეც შეიძლება ცენზურა დაედოს ამას და პირველ ჯერზე როგორც ვიცი მოხდება გაფრთხილება, იმიტომ რომ ჯერ პირველი მოსმენით არის და ეს მუშა პროცესია. პირველ ჯერზე მოხდება გაფრთხილება, შემდეგ უკვე დაჯარიმება და შემდეგ უკვე მოქალაქე ვეღარ დაწერს, იმიტომ რომ მას უბრალოდ შეეშინდება და აუცილებლად უნდა გამოვეხმაო, რომ იმ თემას დაჯარიმებასთან დააკავშირებით გამახსენდა, როდესაც დღეს ყადაღადაადეს. კი ბატონო, ეს მინდოდა მეკითხა ფონდების დაყადაღების საკითხი. დაადეს ფონდებს, რომლის იმედიც ძალიან ჰქონდა საზოგადოებას, ის ადამიანები, რომლებიც დაჯარიმდნენ, ის სინდისის პატიმრები, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული დღეა ციხეებში არიან, მათ ოჯახებს ეხმარებოდათ, ის ადამიანები, რომლებიც დაჯარიმებულები არიან, ეს ფონდები პირდებოდათ, რომ მათ ჯარიმებს გადაუხდიდნენ, თუმცა ფონდებს უკვე ბოქრო მიადევს, შესაბამისად უკვე მე არ ვიცი ამ წუთას თბილისში რუსთაველის გამზირზე რა მდგომარეობა, მაგრამ უკვე ნებისმიერ ადამიანს შეეშინდება გზის გადაკეტვა, იმიტომ რომ ჯარიმა საკმაოდ სოლიდური არის, 5,000 არის, 5,000 არის ზოგიერთი ადამიანის ერთი წლის ხელფასია. ერთი წლის ხელფასი არის, შესაბამისად იმის გამო, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ დაემუქროს, შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი დაფიქრდეს ღირს თუ არა, მან ნახევარი წლით და ერთი წლით მისი ოჯახი მშიერი დატოვოს. და კიდევ ერთი საკითხი ვიდრე დაგემშვიდობებით, ცნობილი გახდა, რომ ძალიან მალე ქართული ოცნება ჟურნალისტებს მედიას სასამართლოებში პროცესის არათუ სრულად, არამედ ნაწილობრივ გაშუქებასაც აგვეკრძალავენ. თუ ხართ საქმის კურსში ამ საქმის კურსში ვარ, ბუნებრივია, ეს არ ახალია ნაციონალურმა მოძრაობამ, სხვათა შორის მას შემდეგ, რაც გირგვლიანის ეგრეთ წოდებული გახმაურებული საქმე იყო, როდესაც არ მოსწონდათ მაშინ, რომ საზოგადოება ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო, შემდეგ უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ ამ საქმის შემდეგ ჩაკეტა სასამართლოს კარი მედიის წარმომადგენლებს სასამართლოს ეზოშიც კი არ უშვებდა და იგივე სცენარი მეორდება ახლა. თუმცა ჩვენ ეს სცენარი ნანახი გვაქვს, ჩვენ ვიცით, როდის იქცევა ხელისუფლება ასე. როდესაც იცის, რომ მისი დღეები არის დათვლილი, როდესაც იცის, რომ მისი ამომრჩეველი აღარ არის უმრავლესობაში, როდესაც იცის, რომ საზოგადოება მას მხარს არ უჭერს და მას ერთადერთი აქვს დარჩენილი, რაც შეიძლება მაქსიმალურად მარწუხები მოუჭიროს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ზამბარის პრინციპით გაწელოს ეს ყველაფერი, მაგრამ მათ არ იციან თავარი, რომ ეს ზამბარა ერთ დღეს მათ მოხვდებათ ცხვირში, მაგრამ როდის იქნება ეს დღე, ეს სამწუხაროდ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს, რომ ჩვენ სხვა დროსაც მოგვეცემა შესაძლებლობა დაგპატიჟოთ ჩვენთან გადაცემაში სტუდიაში თქვენ და ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავისუფალი აზრის და სიმართლის შესახებ საუბარი
და იმედია ნამდვილად გვექნება შესაძლებლობა და მოგონებებად არ დაგვრჩება ის ეთერები, სადაც თავისუფლად შეგვეძლო გვესაუბრა არსებულ პრობლემებს. რამდენიმე დღეში ქართული ჟურნალისტიკის დღე არის და 21 მარტს ჩვენ ჟურნალისტთა კორპუსი ხვდებით დაპატიმრებული კოლეგით, დახურული მედია ორგანიზაციებით და იმის შიშით, რომ ერთჩვენიერ დღესაც შესაძლებელია ჩვენ დილით ავდგეთ და სამსახურები აღარ გქონდეს. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მოდით, ვიქნებით პესიმისტები. ვჯეროდეს იმის, რომ აუცილებლად უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ჟურნალისტი